ეს არ არის არც სამასი სპარტელი და არც სამასი არაგველი. ისინი შინდისის გმირები არიან. 2008 წლის 11 აგვისტო. საღამოს 11 საათი. სოფელი შინდისი. საქართველოს შეიარარებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული სენაკისკენ მიემართებოდა. მათ არ იცოდნენ, რომ რკინიგზის სადგურთან რუსულ მოტომსროლე ლასეულს უკვე ჩასაფრება ჰქონდა მოწყობილი. მტრის ძალა რამდენჯერმე აღემატებოდა ქართულ ოცეულს. რუსულმა მხარემ გამოიყენა ყველაფერი: ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები და რეაქტიული ცეცხლი. პირველივე დარტყმით ჩვენი მებრძოლების ტექნიკა მწყობრიდან გამოვიდა. ჩვენი გმირები სრულიად ღია სივრცეში, რკინიგზის შენობის მახლობლად ალყაში არ მოჩნდნენ. მათ მხოლოდ მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღი და საკუთარი ფიცი ჰქონდათ. საათნახევარი. სწორედ ამდენ ხანს გაგრძელდა უთანასწორო ბრძოლა. ქართველმა მებრძოლებმა მოახერხეს და მტერს იმდენად დიდი ზიანი მიაყენეს, რომ წინასწარ ჩასაფრებულ ოკუპანტებს დამატებითი ძალების გამოძახება დაჭირდათ. ბრძოლა გადავიდა თვითგადარჩენის და თავგანწირვის ზღვარზე. ცოცხალი არ ჩაბარდეთ. ეს სიტყვები შინდისის მიწას დღემდე ახსოვს. დაჭრილები ერთმანეთს ამხნევებდნენ და ბოლო ამოსუნთქვამდე გმირულად იბრძოლეს. ამ ბრძოლის კულმინაცია უმცროსი სერჟანტის ალექსანდრე ონიანის გმირობაა. როდესაც ქართველ მებრძოლებს ტყვია-წამალი გაუთავდათ, ტყვედ ჩაბარებას სიკვდილი ამჯობინეს. ონიანმა თავის ნათლულს მძიმედ დაჭრილ რომან ზოიძეს ჩახკიდა ხელი, გულში ჩაიხუტა და ხელყუმბარით თავი აიფეთქა. ამ სანახაობამ თავად რუსი გენერლებიც კი განაცვიფრა. 17 დაღუპული და 5 გადარჩენილი. შინდისის ბრძოლა არ იყო დამარცხება, ეს იყო სულიერი გამარჯვება. დღეს შინდისის სადგურთან 17 გმირის მემორიალი დგას, როგორც სიმბოლო იმისა, რომ ქართველი ჯარისკაცი არასდროს იხევს უკან. დიდება გმირებს, დიდება შინდისის უკვდავ ოცეულს.